ისა, აქ არ უნდა იყო. ეხლა სად ვართ, რა ქვია ამ სოფელს? როგორ? მაცად. გამარჯობა. მე თეო ვარ, ჟურნალისტი და ამბების შემგროვებელი, ეს კი ჩემი YouTube არხი. ეს კი ჩვენი YouTube არხი ასე აჯობებს. ეს კი ჩვენი YouTube არხი მოუბარია, რომელსაც ჩემს მეგობართან და არაჩვეულებრივ ოპერატორთან ზუროსთან ერთად ვაკეთებ. შემთხვევითი არ არის რომ მე დღეს ეს ქუდი მახურავს და ალბათ კადრში ცხენსაც ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი თუ მასპინძელი არის ახალგაზრდა ცხენების ექსპერტი და ცხენების მოყვარული გიგა ხარხელაური, რომელთანაც ჩამოვედით თიანეთში, სოფელ დევენაანთხევში, იმედი მაქვს სწორად ვამბობ ამ სახელს და გაგაცნობთ მოკლედ ჩემს პერსონაჟს და მოგიყვებით ძალიან საინტერესო ისტორიას მასზე, მის საქმიანობაზე და მის გეგმებსაც გავიქებთ. ცხენები ყავს გაშვებული ხოლმე ესე საძოვრებზე? საძოვრებზე არიან გაშვებულები და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებში გავზარდო, რომ შეგუებულები იყვნენ რელიეფს, სხვათა შორის ცხენი არის ძალიან ასე ვთქვათ, ცარელაკუნთოვანი მასაა. და ყოველდღიურად ცხენმა რაღაც გარკვეული რაოდენობა დისტანცია უნდა იმოძრაოს და ჯერ ზრდის პროცესში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია ის და მეორე კიდე ის რომ იკვებებიან გარეთ. იკვებებიან, ძალიან მარტივია ეს ცხენის შენახვა. და ზაფხულში ახლა ისინი რამოდენიმე დღეში მთაში წავლენ კვიცებთან ერთად. ანუ უბრალოდ ველოდები ხოლმე იმ პერიოდს, რომ კვიცები ცოტა გაიზარდნენ, რომ მთაში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ და ზაფხულში არიან ხოლმე მთისაძოვრებზე. ყველაზე კარგად სადაც არ უნდა ვიყო, მაინც აქეთ მეჩქარება და ეს ის ადგილია სადაც მინდა რომ ვიყო და ვიცხოვრო. არ დავიბადე გავიზარდე ძალიან ღრმა ბავშვობიდან პაპა ჩემი მსხოდა ხოლმე ცხენზე და ხელით დამატარებდა ხოლმე რა. და ცხენების და ცხოველების სიყვარული ზოგადად პაპა ჩემისგან მოდის. სამწუხაროდ ძალიან მალე დავკარგე პაპა და მე მომიწია ცოტა მარტოს გაგრძელება ამ ცხენებთან ურთიერთობის. სოფლის დოღები იყო ერთადერთი, რითაც შეიძლებოდა რომ დავკავებულიყავი რა იმ მომენტში. მე გავიდა წლები, უფრო რა დავწყვიტე რომ რაღაც პროფესიონალურად მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი. მე მოხვდი უბრალოდ საცხენოსნო ტურიზმში ჩემი მეგობრის დახმარებით. შემდეგ უფრო მეტი პერსპექტივა გამოჩნდა და გერმანიაში დამპატიჟეს რაღაცა ასე ვთქვათ კვალიფიკაციის და ცოდნის დასაღრმავებლად. მე იქ რო ვიყავი ხოლმე მახსენდება რომ სულ ფიქრობდი საქართველოში დაბრუნებაზე და იმას მივხვდი ყოფნი თუ რამხელად დიდი პოტენციალი ქონდა საქართველოში. და ერთი სული მქონდა რომ დავბრუნდები და ჩემ ქვეყანაში რაღაცას დავაკეთებ, აუცილებლად დავაკეთებ. როგორც კი საქართველოში დავბრუნდი, რაღაც ესე მოხდა რომ რაღაც ძალიან კარგმა ხალხმა რაღაცნაირად ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, ესე სრულად შემთხვევით. დავიწყე მუშაობა კახეთში ლოსტრიჯის რანჩოზე და როდესაც ლოსტრიჯისთვის დავიწყეთ ცხენების ყიდვა, გაახლება, გაკეთება ბევრი რამის, მაშინ უბრალოდ ერთ-ერთი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ვიყავით, ცხენების ბაზარზე წასულები, ცხენების შესარჩევად და იქ ვნახე ესეთი რაღაც, რომ ცხენები ახალგაზრდა კვიცები მიყავდათ სახორცეთ და რაღაც ძალიან ცუდი პროტესტი გამოიწვია ჩემში და უბრალოდ რა ფულიც ჰქონდა ყველაფერი, რასაც შემეძლო რომ მეშველა, უშველე და წამოვიყვანე. ეს არის პირველი მერცხალი, პირველი ეს იყო, რომელიც ვიყიდე რემისთვის. ანუ ეს ვიყიდე თავის შვილთან ერთად და ეხლა ცხოვრობს. დამაზარი რატო უკეთია მაინც დამაინც. უფრო ანუ მეტად ლიდერი ტიპია რა და დადის შორს და მთელი დაყვება ამას. და მოკლედ სადაც ეს არის დანარჩენებიც იქ არიან და ხმარო გავიგოთ სად არიან რომ შევამოწმოთ. მარტო ეთია ეს თავის ლიდერი ქალი, ჯგუფის ლიდერი ქალი. და ნომერი პირველი იყო ეს. ეს არის ახლა 8 წლის და ცხოვრობს თავის შვილებთან და უკვე შვილიშვილებთან ერთად. ვაუ, აი
არ მოსწრებული, შვილიშვილები ყავს. დანარჩენი ცხენები ზოგი ჩემთან არის დაბადებული და ზოგი შეძენილი მყავს და ოღონდ ამას დაჭირდა დაახლოებით 5-6 წელი რა. რო აქამდე მოსულიყავი და მართლა კაი ხარისხისები დავიწყე ცხენების შესყიდვა და გერმანიაში ამ მიმართულებითაც ვიყავით endurance riding სფერო, ესეთი მიმართულება. დავიწყე ჩვენი ცხენების ადგილობრივების გამოკვლევა ამის მიმართულებით და ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს ადგილობრივმა ცხენებმა ამ სპორტის მიმართულებით. Endurance არის სპორტი საერთაშორისო, რომელიც კლასიფიკაციით არის მსოფლიოში მეორე ადგილზე. ეს არის დიდ დისტანციაზე ცხენების შეჯიბრი, რომელიც არანაირ ძალიან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს მხედრისგან, უბრალოდ არის გამძლეობა, ცხენის სიჩქარე არის მაქსიმუმ 20-25 კმ/სთ სიჩქარე. თან ყველაზე კარგი მიმართულება ეს არის, რომ ყოველი 30 კმ შემდეგ ან 20 კმ შემდეგ ხდება ვეტერინარული კონტროლი და ვეტერინარები წყვეტენ ცხენს შეუძლია გაგრძელება შეჯიბრის თუ არ შეუძლია. ეს არის ძალიან ჰუმანური სპორტი. ჩავატარეთ ერთი წლის წინ პირველი endurance. ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საბედნიერო იყო ეს, რომ თუშურმა ცხენმა მოიგო პირველივე შეჯიბრი. თან დაიმსხვრა სტერეოტიპი, რომ ქალმა გაიმარჯვა გოგომ. და წელს უკვე მეორე შეჯიბრი იყო, რათაც თუშურმა ცხენმა კიდევ გააუმჯობესა შედეგი და კიდევ მოვიდეთ, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი იყო, რომ დავიხმარეთ ევროპელი მსაჯები და ვეტერინარები. ყველაზე კარგი კიდე ის იყო, რომ საერთაშორისო სტანდარტით დავიწყეთ პირდაპირ. ესე მეც გამისწორდებოდა ესე რომ ვინმე ეფერება. არაფერი არ იცის, მაგრამ ზარის სხვა გაისრება საუბრობ. შეხედე, კამერა შეხედე. კაი ჯიში, ხარ შენ? ხა მეორე მხარეს მომხანეო. მაგების დონეზე გავიჯე. მაგების დონეზე გავიჯე. ეს მალე დააჩის. ხო, თეოს ნუ დაარქმევ. დავარქმევ. ანუ 5 წლის არის და 20 ცოლი ყავს. ოღონდ თან ისეთი ერთგულია თავისი ცოლების, რომ ეხა თუშეთში მიყავს. და სხვისკენ არ იხედებაო, გიგა ამბობს. ხა მომიყავი აი ამათ ცხოვრების წესი ეწეღან რომ ამბობდი რომ დავშოთ ერთი ულაყია 20 ფაშატი და აი რაღაცა როგორი ისა მოკლედ წესრიგი თავიანთი რაც აი მაგალითად სხვა დანარჩენი ჯიშცხენებთან განსხვავდება უფრო კავკასიურ ცხენებს ართ ეს ჯოგურად ცხოვრების სტილი ასე ვთქვათ რა ერთი ულაყი რამდენი ფაშატის მოვლასაც შეძლებს აყავს აკეთებს ოჯახს მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს შეუძლია გამრავლდეს რაღაცა რაოდენობას თვითონ წვეთს ასე ვთქვათ შეკრავს ამ რაოდენობას და მერე იწყებს ამათზე ზრუნვას და გამრავლება ეს ჯოგურად ცხოვრების სტილი ეს კავკასიურ ცხენებში არის უფრო მეტად არა აქვს ამის უნარი არც ინგლისურ არც არაბულ ცხენს სხვათა შორის თუშურ ცხენს რაც შეეხება ეს არის უნიკალური ჯიში, რაც გამოირჩევა გამძლეობით, დიდ დისტანციაზე გადაადგილებით და ალბათ ვფიქრობ, რომ ერთადერთი ჯიშის ცხენები არიან არა მარტო კავკასიაში, არამედ სოფლიოში, რომლებსაც შეუძლიათ ალპურში და ყველაზე მაღალ მთიან და ცუდ რელიეფზე გადაადგილება უსაფრთხოდ. თუშური ცხენზე არის ესეთი მითოლოგია, რომ თუშური ცხენი არის პატარა, უნდა იყოს პატარა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ესე არ არის და ამის ჩანაწერები მოვიკვლიე კიდევაც და თუშური ცხენების სინამდვილეში არ იყო პატარა. უბრალოდ რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში, როდესაც თუშური ცხენის სელექცია ფაქტიურად შეწყდა და ეს უბრალოდ დაირია, ამან გამოიწვია ჯიშის დაკნინება. თუშურ ცხენს დაჭირდება რამოდენიმე ათეული წელი და დაიბრუნებს, რა თქმა უნდა, ძველ იერსახეს და შეუძლია რომ გაიზარდოს 150 სიმაღლის და 155-მდეც. რაც საკმარისია სპორტისთვის, საკმარისია გადაადგილებისთვის და მნიშვნელობისთვის. ამას უბრალოდ დაჭირდება სწორი ჩართულობა, ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ და მოშენებას დაიწყებენ, დაჭირდება სწორი შერჩევა, დაჭირდება ნომერაცია, საგვარეულო ნუსხები ცხენების, რო არ მოხდეს იმბრიდინგული შერევები. მე რასაც შემიძლია ვაკეთებ იმაზე რომ ყავს იშვიათი ეგზემპლარები, შერჩეულები, არ წყვეტ ამას, ვარჩევ. აი მოვიდნენ კიდევაც ჩვენი მომავალი თაობები. ეს ორი დრისა.
გიგა დამპირდა რომელ კვიცაც ხელს დაადებო იმას გაჩუქება და ეხა გადავიღებ კადრებს და მე მომეხმარეთ რომ ავარჩიოთ საუკეთესო კვიცი რომ გამოვზარდო მე როგორც საჭიროა ის. შენ გაზრდილი არ გაიშვას, მაგრამ მაინც. შევკაზმავთ ცხენს, მე მოვემზადე საჯირითოდ, გამოვიცვალე და გავინავარდებთ. ჩემი მასპინძელი ყურადღებას აღარ მაქცევს. აი ესე. ვითომ პროფესიონალი ვარ და ყველაფერი ვითომ ვიცი, როგორც უნდა, ესე მოვიქცევი. ხთავს ისე დავიჭერ, ვითომ ყველაფერი ვიცი. თუ გინდა მომხედე. შევამხედე, აბა. საერთოდ ზურგს რომ აქცევენ, არ მიყვარს. პირიქით. სადაურია. თუ შურ ცხენზე უნდა დავდოთ მეკობრება. მორჩა კაცი კამერას ავიდით. აბა კარგი ჯირით მისურვეთ მეკობრება. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის და თქვენ ლამაზი კადრები გელოდებათ წინ. გადაიღო ეგ კარგია. თორე დასასრულებელი გქონდა საუბარი. ბოლი ძალიან სახეზე ხო არ გვაქვს. იცი რა მითხარი ხა ჩვენ საუბრობთ აქ რაღაცა ლამაზ რაღაცებზე, ისტორიას ყვებით, ასე ის. აი სირთულე რა იყო ამ ყველაფერში? აი გქონია მომენტი რომ გიფიქრია რომ აი არ მინდა, ან ვერ შევძლება, ან მარტო რთულია, ან გვერდით არავინ არ მიდგას. აი ან რა სახის სირთულეები შეგხვედრია ხოლმე გზად როცა ამ პროცესში იყავე? იცი როგორი რამეა, როცა რაღაცას თავიდან იწყებ და ქმნი და თან ამის წამომწყები ხარ ქვეყანაში, სირთულეები იყო ძალიან ბევრი რა, აი ძალიან ბევრი, რომ ვერ დავითვლიმდეს და ძალიან ბევრი მომენტი ყოფილა ისეთი, რომ აი ამ მომენტში აი რა გავაკეთო, რომ ამ სირთულეს აუარო. მაგრამ რაღაცა ანუ არ უკან დახევის საშუალებას საკუთარი თავი არ გაძლევს თითქოს რა. ყოფილა მომენტი, რომ ცხენი ხდება ცუდად, საქართველოში მხოლოდ ერთი ვეტერინარი ყავს და მიწევდა ძალიან ბევრი პრაქტიკის და გამოცდილების მიღება იმაზე, რომ ან უცხოეთში ვეკითხებოდი ჩემს მეგობრებს ან იმას და ისეთი რაღაცის გაკეთება მე შენ თვითონაც გაგიკეთებია ხო რა? ისეთი რაღაცა ოპერაცია გაკეთება მომწევია, რომ ანუ რაც არ ვიცი, უბრალოდ ან YouTube-ზე ვუყური ან იქ, მაგრამ მეტი და არ მაქვს, ანუ ან დასახევი არ მაქვს. გიყურებს ცხოველი, რომელიც თვალებით თხოვს შველას. და ანუ უბრალოდ ვერ დატოვებ, ჯობია რომ ამ დროს ყველაფერი გააკეთო, რაც შეიძლება. ხშირად მეკითხებიან რა არისო საცხენოს ნოტორებში ყველაზე მნიშვნელოვანია და ცხენის ფსიქოლოგია მეთქი პასუხობს, ზოგი მიგებს, ზოგი ვერა. ანუ ფსიქიკურად და მორალურად ძლიერი ცხენი მაშინ არის ესეთი რაღაც ხდება ხოლმე. არსებობს შიშები. ანუ ადამიანს ეცხვათ ფობია ან შიში. ასევე აქვს ცხენს. აი რისი ეშინია ცხენს მაგალითად. შეიძლება ფერების ეშინოდეს, მკვეთრი ფერების, ხმაურის. აი წეღან მომბოდი მკვეთრი მოძრაობის. მკვეთრი მოძრაობის, რა თქმა უნდა, რაღაცა სიახლის შიში და ამის გადალახვა შეიძლება იმით იმდენს უნდა მიაღწიო. ანუ ეს ჯერ უნდა აღმოაჩინო, რომ ამის ეშინია რა. რა თქმა უნდა. ანუ რთული არ არის? ხა ამის მიხვედრა მაგალითად მწვანე ფერის ეშინია თუ ყვითელის, თუ წითელ როგორ ხდება? არანაირად არ რთული. ანუ ცხენი თვითონ ავლენს თავის შიშს ურთიერთობაში. ანუ ხო დადიხარ ან უნაგირი მიგრავს რაღაცა თვითონვე ხვდები ფრთხება და ეშინია. იმდენს უნდა მიაღწიო, როდესაც ცხენი ფრთხება ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ აძალებენ ხოლმე იმ რაღაცის
ან უნაგირის დადგმას, ან გაკეთებას. სამწუხაროდ შევსწრები ვარ ესეთ ფაქტს, რომ აი შევესწარეთ ხელ ესეთ ფაქტს, რომ ცხენის მანქანების ეშინოდა და პატრონის ცემდა. და ამ დროს ის თავისიც ყოფნის რომ ეშინია და თან პლუს ცემ და ის მარტო შიში აღარ არის, ცემასაც ელოდება უკვე და ორმაგად ეშინია და ეს არანაირად არ შეიძლება. ბავშვობაში არ დავიბადე და გავიზარდე და სკოლის პერიოდში ვიყავით ძალიან ბევრი მეგობარი. აქ სულ სავსე იყო. მთელი ქუჩა ყოველი დღე საღამო ცხენებით ვიყავით რაღაც და ეხლა ისე აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობრები ზოგი ევროპაშია წასული, ზოგი სხვა რაღაცა მიმართულებით და აქაურობა დაიცალა და იმედი მინდა ვიქონიო რომ ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ რომ ვიცი როგორ ენატრებათ ამ ადამიანებს აქ დაბრუნება, თავიანთ ეზოკარზე ყოფნა და მინდა რომ აქაურობა დაცოცხლდეს რაღაცა ჩემი წვეთი სიცოცხლის მარცვალიც მინდოდა რომ შემომეტანა აქ ისევ რა რაღაც დაბრუნები და აქ რომ მოდიან ხოლმე სტუმრები და რაღაც ხალისდება აქაურობა ძალიან ბედნიერი ხარ ხო? მე ბედნიერი ვარ. გაჭენებული ცხენის რიტმით ცხოვრებას ჯობს რომ ბევრი რაღაცა მოვასწროთ ამ ცხოვრებაში. ერთია როდესაც ცხოვრობ შენს ცხოვრებას ცხოვრობ ადამიანი და მეორეა რა რჩება და გრძელდება შენს შემდეგ. და ჩემი მიზანი ალბათ უფრო ისაა რომ შევქმნა ისეთი კარგი ცხენი ჯიში რაღაც შედეგები ადგილი თუნდაც ეს რანჩუან რაღაც ისეთი რაც ჩემს შემდეგ იცხოვრებს და იქნება. დიდი გეგმა და დიდი მიზანია და მინდა რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც შენ ხედავ შენს თავში. მე მგონია რომ ყველა ადამიანის მიზანმართულება ეს უნდა იყოს ალბათ ხის დარგვას როდესაც გულისხმობენ მე მგონია ეს რომ რაღაც ისეთი უნდა გააკეთო რაც შენს მიმართ შენს შემდეგ გაგრძელდება. ეხლა კამერას ხედავ. კაი. დღეს დავასრულოთ ჩვენი ეპიზოდი და შევხვდებით შემდეგ პერსონაჟთან, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ კვირდებით. ნახვამდის. დამშვიდობთ. ნახვამდის თქვენს მაყურებელს, რომელიც დარწმუნებულად ძალიან ბევრი იქნება სულ მალე. ძალიან კარგი. შენს პირშაქარი.